გამარჯობა, ჩემი სახელია ნიკო, ნიკოს რჩევები. ამ ვიდეოში გაგიზიარებთ ჩვენ გამოცდილებას თუ როგორ შევამწოთ ავტომობილი. მოგიყვებით იმ დეტალებზე თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ამავდროულად მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქტიურობისთვის წინა ვიდეოებზე. გამიხადებოთ, გამოიწერთ ჩემ არხს და მოიწონებთ ვიდეოს. ეხლა დავიწყოთ უკვე ვიდეოს ძირითადი ნაწილი. Mitsubishi Outlander 2014 წლიანი, მაგალითისთვის ყავს მოყვანილი, ამავდროულად იყიდება კიდევაც ამ ავტომობილის მაგალითზე განვიხილოთ როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენამდე. პირველი ეტაპი, როდესაც უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ავტომობილი შევიძინოთ, ჩემი აზრით იწყება ტელეფონით ან ლეპტოპიდან. შევდივართ myauto.gz-ზე და ვიწყებთ ავტომობილის მოძიებას. მაგ შემთხვევაში, როდესაც ვნახავთ უკვე განცხადებას და მოგვეწონება ის ავტომობილის სურათებზე, პირველ რიგში უნდა დაურეკოთ მეპატრონეს და ვთხოვოთ ვინ კოდის გამოგზავნა, თუ არ არის განცხადებაში მითითებული. myauto, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით, განცხადება როგორ მოვიძიოთ, მაგას აღარ გაჩვენებთ, პირდაპირ განცხადებაში შევიდეთ, ჩვენი Mitsubishi Outlander. აქ არის ტელეფონის ნომერი, განცხადებაში ვინ კოდი არ წერია, მაგრამ შეგვიძლია დაურეკოთ ავტომობილის მეპატრონეს და გამოვაგზავნოთ. ავტომობილის ვინ კოდის გამოგზავნის შემდეგ უკვე ვიწყებთ ვინ კოდის გადამოწმებას. არსებობს ორი ძირითადი საიტი: bitfax.info და bit.car, სადაც შეგვიძლია ჩვენი ავტომობილის ვინ კოდი ჩავაგდოთ და ვნახოთ უკვე ამერიკის სურათები თუ როგორი გაიყიდა. bitfax რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ შეგიშვათ, VPN-ის შეცვლა ჭირდება და ამ ვიდეოში ვისაუბროთ bit.car-ზე. საიტი გამოიყურება მსგავსად, აქ აქვს საძიებო ველი, თეთრად რო წერია. აქ ჩავაგდებთ ავტომობილის ვინ კოდს და ვნახულობთ ამერიკაში გაყიდვის სურათებს, თუ რა დაზიანებით იყო ავტომობილი. ამავდროულად აქვე წერია ტექნიკური მახასიათებლები, რა გარბენი ქონდა, იქოგებოდა თუ არ იქოგებოდა, გასხები ქონდა თუ არა და ასე შემდეგ, ძრავის მოცულობა და მოკლედ. რაც შეეხება უშუალოდ დაზიანებას. ჩვენი Mitsubishi დაზიანება იყო აი ეს, რაც სურათებში ჩანს. ყიდი და სადაზღვევ. დაზიანებას რაც შეეხება, მართლა ძალიან კაი დაზიანება აქვს, იდეაში მაგის გამო ვიყიდეთ. ამავდროულად 2014 წლიანი ავტომობილი და 75,000 მილი გარბენი არ არის ნამდვილად ცუდი. დაზიანებას რაც შეეხება, უკანა ბამპერია მოხსნილი, უკანა ფრთა დაუზიანებელია, ეს მარცხენა, მარჯვენაც ანალოგიურად არ ჭირს არაფერი და უკნიდან საბარგული არის ქვედა მხარეს გაფუჭებული. ასევე პანელიც არის დაზიანებული. ერთი სტოპი აქ არის, მეორე სტოპი აქ არის. ანუ ორივე მოყვება. ალბათობით ავტომობილის ნაწილები მოყვება, რომელიც აუქციონზე ჩანს. იმას ვერ ვიტყვი, რომ 100% ყველა ნაწილი ჩამოყვება, მაგრამ ძირითადად ეს ნაწილები მოყვება. ესე იგი, შევაჯამოთ. პირველი ეტაპი. ვინ კოდს ვწერთ bit.car-ზე, ასევე bitfax.info-ზე, ასევე პირდაპირ Google-ში შეგვიძლია ჩავწეროთ და ვნახოთ ეს ინფორმაცია თუ რა დაზიანებით იყო ავტომობილი ამერიკაში. დაზიანების შეფასება ჩვენც ინდივიდუალურად ვფიქრობ უნდა შეგვეძლოს. სხვადასხვა ძალიან ბევრი დეტალია, ამას უკვე შემდგომ ვიდეოებში ვისაუბროთ, მაგრამ ძირითადი შეფასება ვფიქრობ ყველას შეგვიძლია. მეორე ეტაპი, ესეც ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. Carfax-ი. და რა არის Carfax-ი? Carfax-ი არის ავტომობილის ამერიკის ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ რა სერვისებს გადიოდა და ამავდროულად რა სიხშირით ამერიკაში. ასევე რა დაზიანება ქონდა და რამდენი დაზიანება ქონდა. Carfax-ის მეშვეობით ჩვენ წინა დაზიანებების სურათებს ვერ ვნახავთ, მაგრამ ვნახავთ მონიშნებს თუ სად იყო ეს დაზიანება და რა დონის დაზიანება ქონდა. ასევე აირბაგი ქონდა თუ არა გახსნილი აქამდე და ასე შემდეგ. საკმაოდ მნიშვნელოვანი და ბევრი ინფორმაციის მომცემია, ასე რომ Carfax-ის შემოწმებაც არის ერთ-ერთი აუცილებელი. ეხლა ვნახოთ უშუალოდ Carfax-ი როგორ გამოიყურება და ზოგადად წაკითხვა როგორ ხდება. გამოიყურება აი ესე, როგორც ჩანს ვიდეოში. გვიწერია აქ რამდენი სერვისის ჩანაწერი აქვს, რამდენი მეპატრონე ყავდა, რისთვის იყო ეს ავტომობილი, ამ შემთხვევაში პერსონალური გამოყენებისთვის იყო, ბოლო გარბენი და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ ჩამოყვებით, აქ არის დაზიანებები. ესეც დაზიანება, რომელიც წერან სურათებში ვნახეთ. 2024 წელს მიიღო დაზიანება. ეგ ჩანს კიდევაც წელი და თარიღი არის მიტანილი. ასევე როდის დარეგისტრირდა პირველად ავტომობილი, პირველ მეპატრონეს რამდენი ხანი ყავდა, მეორე მეპატრონეს რამდენი ხანი ყავდა, რომელ შტატში დადიოდა, ვფიქრობ, ძალიან რთული არ არის ისე თუ ასე მარტივად მიხვედრად. აქედან იწყება უკვე სერვისების ჩანაწერები. და აი აქ გვიწერია თუ რა გარბენზე რა სერვისი უტარდებოდა 5511 მილზე შეეცვალა
ზეთი და ფილტრები 36527 მილზე სითხეებია გადამოწმებული, ასევე ისევ ზეთია შეცვლილი, საბურავებია გადამოწმებული და ასე შემდეგ. მოვყვებით და აი აქ არის ჩამონაწერი თუ რა სერვისებს გადიოდა. რაც შეეხება უშუალოდ დაზიანებას. დაზიანება იღნიშნება აი ეს ენტეგრალ როგორც თქვით, აქ სურათებს ვერ ნახავთ, მაგრამ არის მონიშნა. ასევე დაზიანების სიმძიმე. ამ შემთხვევაში გვაქვს მაინორი. აქ ვიწერია თუ რა იყო დაზიანებული. შემდგომ ეს ავტომობილი ამ დაზიანების გამო გატოტალდა და გამოუშვეს საქართველოში. რო შევაჯამოთ, პირველ რიგში ვამოწმებთ ვინ კოდს, ვნახულობთ სურათებს, შემდგომ უკვე ვამოწმებთ CarFax, იქ ვნახულობთ რამდენი დაზიანება ქონდა, რა სიხშირით გადიოდა სერვისებს და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი მოგვეწონა და დაგვაკმაყოფილა, შემდგომ რა თქმა უნდა ვნახულობთ ავტომობილს. ეს უკვე ფიზიკურად ჩვენი Mitsubishi Outlander. ავტომობილებს ვინ კოდი უწერიათ წინა საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში. აი აქ ეს ერთი ადგილია, მეორე ადგილი. აი აქ კარებს რო გავაღებთ, ასევე აი აქაც შეიძლება შეგხვდეს და არის შემთხვევები, რომ უშუალოდ თვითონ კარებზეც არის ვინ კოდი მიკრული. თუ ავტომობილთან ვართ, უშუალოდ ავტომობილიდან ამოვიწერთ და შემდგომ უკვე საიტებზე გადავხედავთ ავტომობილის დაზიანებას. ნახეთ და ეს ვინ კოდები უკვე დათვალიერებული გვაქვს. მივდივართ ავტომობილთან და ვიწყებთ იმ დაზიანების ნახვას, რაც სურათებში იყო. ანუ ამ შემთხვევაში უკანა მხარეს იყო დაზიანება და დავიწყოთ უკანა მხრიდან. პირველ რიგში ავტომობილის ფერი. რატო ვიყიდეთ ამ ეს ავტომობილი, მაგასაც მოგიყვებით უკვე ვიდეოს ბოლოსკენ. ფერი აშკარად ეტყობა, რომ განსხვავდება, ბამპერი სხვა ფერია, ფრთა სხვა ფერია. შემდგომ უშუალოდ უყურებთ ეგრეთ წოდებულ ზაზორებს. აქაც ხედავთ, რომ ეს ზაზორი ამომხტარია, აი აქ შედარებით კარგად ძის, მაგრამ ამომხტარია. ასევე დაზიანება იყო საბარგულზე, რეალურად რომ მოხვდეთ და თვალით რომ შეხედოთ, ფიქრობთ, შეატყობთ, რომ ეს დეტალი არის გაკეთებული და ასევე შეღებილი. ბამპერიც არის აღდგენილი, რომელიც სურათებში იყო, ისე იგივე ბამპერი არის. პირველ ეტაპზე მივდივართ უშუალოდ იმ დაზიანებაზე, რაც ავტომობილს ჰქონდა. იმ ადგილებს ვათვალიერებთ, ვუყურებთ ზაზორებს, შეღებვის ფერს, ასევე შეღებვის ხარისხით. ძნელია განსხვავება თუ თვალი არ გაქვს მიჩვეული, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ აი ეგაც განვასხვაოთ. შემდეგი ეტაპი, თუ უკვე ის გვაკმაყოფილებს რა როგორც არის ის ადგილი გაკეთებული, უკვე შევდივართ ავტომობილის შიდა დეტალებში. შიგნით რას ქვია? ავტომობილი როდესაც ზიანდება, მარტო გარედან არის შემთხვევა, რომ აი უბრალოდ ბამპერს მიარტყა, არ არის ესე. თუ უკნიდან არის ავტომობილი დაზიანებული, ეს საფარი უნდა ავწევოთ, სადაც არის სათარგო საბურავი და დავაკვირდეთ შიდა ნაწილს, თუ როგორი გაკეთებულია და ეტყობა თუ არა, ასევე გასწორებული თუ არის თუ არა. ასევე აი თვითონ აი ამ ლანჟერონებსაც უნდა დავაკვირდეთ, თუ ძალიან დარტყმულია თვითონ ავტომობილი. ეს ავტომობილი იმ მიზეზით ვიყიდეთ, რომ გაკეთებული ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ უშუალოდ ავტომობილის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. მხოლოდ უკანა ბამპერი და საბარგულის ნახევარია შეღებილი, დანარჩენი შევამოწმეთ, ამასაც განახებთ თუ როგორ შევამოწმეთ უშუალოდ ჩვენ და დანარჩენი შეღებილი ავტომობილზე არ არის არაფერი. საონაწილი კარგ მდგომარეობაშია, გარბენი მისაღებია, წლოვანებიდან გამომდინარე 2014 წლიან ავტომობილს ვერ მოვთხოვთ 40.000 და 50.000 გარბენს, იმიტომ რომ ამდენი დროა უკვე გასული და გინდა არ გინდა დადის და გარბენიც იწერება. ეს დაზიანება ვნახეთ. შემდეგი ეტაპი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბურავები. საბურავებს უნდა დავაკვირდეთ, 4-ვე არის ერთნაირი თუ არა. თუ არ არის 4-ვე ერთნაირი, წინა ორი მაინც უნდა იყოს ერთნაირი და უკანა ორი, რომ ტეხ დათვალიერება გაიაროს. ამავდროულად უნდა გაგაცნოთ დათში, ჩვენი ყველაზე პატარა თანამშრომელი. თან როგორი ფორმაცია. მანქანები საიდან ჩამოყვავს ჩვენ? ამერიკიდან. მე რას უკეთებთ? ვაკეთებთ. და ვაბარებთ მე მოხმარებლებს. და ჩემაც იცის. და ნელა ვასწავლით კიდევაც, ხო? რო გაიზდები რა უნდა გამოხვიდე? შენ საუბრობს. მე უფროსი არა ვარ. დაჭკაი ბიჭია. საბურავების გარდა ვიზუალური მხარე უნდა შევხედოთ და ჩვენ თონა შევაფასოთ, მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს ნახაზები იქნება თუ რა იქნება, მოკლედ უკვე თქვენი ამბავია და უშუალოდ კონკრეტულ სიტუაციაში გადასაწყვეტია. შეღებაზე რა ვთქვი, რომ შეღებილი არ არის თქო და ეს ჩვენ შევამოწმეთ თქო, შევამოწმეთ აი ამ აპარატით, ამასაც განახებთ. ეგრეთ წოდებული შპაგმეტრი. მე შპაგმეტს ვეძახი. ამით შეგვიძლია გავზომოთ საღებავის სისქე და ასევე შპაგლი აქვს თუ არა დეტალს. უშუალოდ ეს ხელსაწყო სხვადასხვანაირი ხდება და
ინდივიდუალურია მუშაობის პრინციპი. წყებთ უშუალოდ გაზომვას. როდესაც აი 5 დაწერა, ეს ნიშნავს, რომ 0.5 მილიმეტრი, ანუ 1 მილიმეტრიც არ არის. ეს როდესაც 10 დაწერს, მერე ხდება უკვე 1 მილიმეტრი. 4-დან 6-მდე არის სტანდარტი ზომა საღებავის. ძრავსაფარი კაპოტი არ არის შეღებილი. აუთლანდერზე ფრთები პლასმასისაა და პლასმას ვერ აღიქვავს და კარები. აქაც 4 და 9. 4 და 7. 4 და 3. 4 და 6. არ არის შეღებილი. არ არის შეღებილი. არ არის შეღებილი. არ არის შეღებილი 3 და 9. აი ხა ნახეთ აქ. 3 და 7 წერს საბარგული. ზედა მხარე 4 და 5 დაწერა. და ქვევით ნახეთ. 57. 70. ანუ ეს დეტალი არის შეღებილი და ასევე დაშპაკლული. ეხლა გადავიდეთ ფრთაზე. 4 და 6. 5. 4 და 4. 4 და 5. 4 და 6. 5 და 3. 4 და სახურავი. 4 და 3. შემდეგი ეტაპი, რომელიც ასევე აუცილებელია. ეგრეთ წოდებული დიაგნოსტიკა, ჩვენთვის ნაცნობი. კომპიუტერული დიაგნოზი რო დავსვათ. უნდა შევაერთოთ ავტომობილში, ჩვენ რა უნდა შევაერთოთ? უნდა მივყვანთ ისეთ ადგილას, სადაც აქვთ ეს ხელსაწყო და მოწყობილობა, შეამოწმონ, ნახონ თუ ელექტროობაში რა ხდება. რავში აქვს თუ არა შეცდომა ასევე გადაცემათა კოლოფში და მოკლედ დიაგნოსტიკით ვნახულოთ ელექტროობაში რა ხდება. იქ გვაძლევს კოდს, ანუ ამ კოდების წაკითხვა ძირითად შემთხვევაში სადაც კეთდება კომპიუტერული დიაგნოზი იციან. თუ არ და შეგვიძლია ამოწეროთ ის კოდები, ისევ Google-ში ჩავაგდოთ და რაღაც გარკვეულ ინფორმაციას მოგვაწვდის. ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ავტომობილის შეძენამდე, ჩემი აზრი ესეთია, რომ უნდა შევამოწმოთ რაზვალი. გარდა იმისა, რომ საბურავების სწორად დგას თუ არ დგას, მაგის გარდა გვაძლევს ინფორმაციას ზოგადად ავტომობილის ქვედა მხარე როგორ დგას, ანუ გაჭიმვის შემთხვევაში არის მომენტები, რომ ავტომობილის სავალ ნაწილში აქვს ცვლილებები. გაიჭიმა, მაგრამ კარგად არ გაიჭიმა. ამ ინფორმაციას გვაწვდის უშუალოდ რაზვალი თუ როგორ დგას საბურავები, თუ ავტომობილი სავალშია დაზიანებული, მაგ შემთხვევაში რეკომენდებულია და ზოგადად მაინც ვფიქრობ, რომ რეკომენდებულია. ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილი ქვევიდანაც უნდა ვნახოთ, უნდა ავწიოთ და შევხედოთ ჩვენ თუ არ ვიცით, ანუ ხელოსანმა უნდა შეხედოს და ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ შევხედოთ და რაღაც გარკვეული ინფორმაცია ავიღოთ. გარდა იმისა, რომ სავალი ნაწილი რა მდგომარეობაშია და ეს რეზინები დამჯდარია თუ არ არის, მაგის გარდა შეგვიძლია ვნახოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანგი აქვს თუ არა ავტომობილს. ავტომობილის აწევის დროს პირველ რიგში ვაკვირდებით ჟანგიანი არის თუ არა დეტალები, აი ბოლტის თავი ეს თუ დაიჟანგა, ისეთი მომენტი არის, დრო გადის და რკინაა და რა ვიცი უწევს, მაგრამ უშუალოდ სავალი ნაწილი აი ეს თვითონ ქვედა ტრავერსი თუ არის დაჟანგული უკვე ცუდი ამბავი არის. ასევე ხა ეს მილი თუ შეხვდა დაჟანგული და დანარჩენი სუფთა, ეგაც ისეთი კატასტროფა არაფერი თქვენი ნება და ჩემ მაგის გადაწყვეტა. ასევე ქვევიდან შეგვიძლია ვნახოთ ძრავს გაზდის თუ არა ზეთები. შევხედოთ აი აქედან თუ ზეთი გაზდის, საიდან გაზდის ზეთი, მერე ის პრაკლატკა იქნება თუ რა იქნება, ადრე თუ გვიან მოსაგვარებელია. ასევე პლინიკებს დავაკვირდეთ, მშრალია თუ არა, თვითონ სავარ ნაწილშიც, ხშირ შემთხვევაში თვითონ ამაშიც არის სითხე. ამებს დავაკვირდეთ, ამორტიზატორს დავაკვირდეთ, თუ ამორტიზატორი სველია, ანუ გარედან თუ სველია უკვე, ესე იგი გასმულია და შესაცვლელია. კარტერს დავაკვირდეთ, გასმული აქვს, არა აქვს, შეღებილი ის არის, შეღუნულია თუ არის შეღებილი გარე კილიმაკ უკვე. ასევე რა თქმა უნდა, ავტომობილის საბურავის პროტექტორები. გარდა იმისა, რომ ერთნაირი აყენია თუ არა, პროტექტორი რა მდგომარეობაშია. ასევე შეგვიძლია დავაკვირდეთ უშუალოდ ხუნდების მდგომარეობას. ფანტაზიაზეც არის დამოკიდებული ავტომობილის შემოწმებისას, რას შევმოწმებთ.
ქვევიდან არა ვიცი რაც ტრიალებს თქვა თან რაც იცვლება შევხედოთ ამავდროულად უნდა ვენდობოდეთ სადაც მივიყვანთ იმ ადამიანს ვინც ავტომობილს ამოწმებს და გვიმოწმებს გადავიდეთ უშუალოდ სალონზე სალონის ნახვა ჩვენ შეგვიძლია და შეფასება ჩვენი თვალით თუ რა და როგორ მდგომარეობაშია ასევე უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის წლოვანება 2010-იანს იდეალურს თუ ვეძებთ ცოტა რთულია იმიტომ რომ 15 წლის ავტომობილი და მოკლედ ეს უნდა გააზრებული ქონდეს შეიძლება გვინდოდეს კარგი ავტომობილი მაგრამ რაღაცები უნდა დავთმოთ წლოვანებიდან გამომდინარე სალონს შეგვიძლია შევაფასოთ უშუალოდ აი ეს ადგილი რა მდგომარეობაშია ეს ადგილი რა მდგომარეობაშია საჭე რა მდგომარეობაშია დაცვეთილი არის თუ არ არის და ასევე ხელის დასადები სალონი მართლა კარგ მდგომარეობაში აქვს გარბენი ამ მომენტში აქვს 78800 მილი იქოქება გასაღებით აყენია Android-ის აუდიო სისტემა უკანა ხედვის კამერით აქვს კონდიციონერი რომელიც ძალიან კარგად მუშაობს გადაცემათა კოლოფში ზეთი შეცვლილია ძრავში შეცვლილია ხუნდები შეცვლილია და ამ ავტომობილის მდგომარეობა არის ძალიან კარგი ტექნიკურად თუ იმას არ ვიტყვით რომ უკან ბამპერი ფერში არ ზის მაგიტომაც ვიყიდეთ რომ ავტომობილის თლიანი მდგომარეობა იყო კარგი ვიცოდით რომ არ გაჩერდებოდა არც არაფერი არ მოვიდოდა და დავთმეთ ამ ბამპერის ფერში აჟრომა და თუნდაც ნახევარი პარგულის ქვედა ნაწილის ჭპაკლიანი რო არა მაგას ვამბობ ვეღარ გადავაპირებ აზრი კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ავტომობილს აქვს თუ არა კატალიზატორი ეგაც უნდა ვიცოდეთ როდესაც ავტომობილს ვკითხავთ კიდე რაც შეეხება ვისაუბრეთ უკვე იმ შემთხვევაში როდესაც ავტომობილი რაც ღირს იმ თანხას ვიხდით და არა ნაკლებს სადაც უბრალოდ ფასის სხვაობა გვაქვს და იმდენია ცუდად ნათქვამია მაგრამ პრეტენზია არა გვაქვს ისეთი რომ აი მანქანა უნდა იყოს იდეალური მანქანა არის ზაზორები ეგრეთ წოდებული ყველაფერი თავის ადგილას თავის ზომაში უნდა იჯდეს ფერიც ძალიან კარგად უნდა იჯდეს არის ძალიან ბევრი ფერი მაგალითად ვერცხლის ფერი მარტო ბამპერი რო შეღებო ძალიან რთულია დასვა იმ დეტალთან სადაც აქვს გადაბმა თან მით უმეტეს პლასმასი იგივე ფერზე ხშირ შემთხვევაში აჩდება ამ დროს ჭირდება ეგრეთ წოდებული პერეხოდი გადასვა რომ აი ეს ფერი ნელ-ნელა გამკრთალდეს და ჩაჯდეს კიდე ერთი შეღებილი დეტალი ნიშნავს უფრო ნაკლებ ხარისხს ავტომობილის უფრო ნაკლებ ხარისხს რაც შეეხება ხარისხიან ავტომობილს ყველაფერი აი რასაც უყურებთ ყველაფერი უნდა იყოს ისე როგორც ხალხიდან თქო ისე ვერ მოვითხოვთ რადგან ავტომობილი როდესაც ზიანდება იმის აღდგენა ზუსტად ისე როგორიც იყო არის თითქმის შეუძლებელი რაღაცა ხელის ჩარევა რა თქმა უნდა ექნება დატყობილი მაგრამ როდესაც ვიხდით თანხას რაც ავტომობილი რეალურად ღირს იმ შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ შესაბამისად მაღალი ხარისხის ავტომობილი კიდე რაც მთავარია თუ ნახულობთ ავტომობილს რომ იმ კოდზე აქვს აირბაგები გახსნილი აუცილებლად უნდა ვკითხოთ ავტომობილის მეპატრონეს ჩაყენებული აქვს თუ არა აი ეს რეზინა შეგვიძლია ჩამოვწიოთ პატარაზე ჩავწიოთ ეს შიდა ჭერი და ვნახოთ აქ აირბაგი ზის თუ არა რა ჩაეხება აირბაგის არ ჩასმას ამაზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას თუ აირბაგს არ ვაყენებთ ავტომობილში და ისე ვყიდით მე მგონი ეგ ძალიან ცუდი საქციელია. ახალ მეპატრონეს ვფიქრობ ეს უნდა უთხრათ. მან იმით თავის გამართლება რომ შენ არ გიკითხავს ეგეთ რაღაცა არ შეიძლება და მე მგონი ეს ყველამ კარგად ვიცით რა ჩვენ როცა ვყიდულობთ ავტომობილს და თუნდაც გვესმოდეს და დაგვაუწყდეს რაღაცის კითხვა მოკლედ რა ეხლა ძალიან შევყევი მაგრამ მაგის გაკეთება არ შეიძლება ინფორმირებული უნდა იყოს მით უმეტეს უსაფრთხოებას რაც შეეხება ის ადამიანი ვინც ავტომობილს ყიდულობს ავტომობილი ახალი პატრონისთვის არის უცხო და რაღაც გარკვეული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს აუცილებლად ესე არ ვიცი ყველაფერზე პასუხი არ შეიძლება ძალიან ცხელა ეხლა ოფისში შევალ და ოფისიდან გავაგზავნოთ ვიდეოს გადაღება მათეც მოსულა ვინც აქ არის გამარჯობა
გენგი მოხარებლებს ესაუბრება და ცოტა ხანში გავაგრძელოთ ვიდეო დავისვენო. დავთო ძალიან გვიან თუ არ ჩამოვიდა, იმ კადრებსაც გადავიღებ, წესით 4 ან 5 მანქანა უნდა მოიყვანოს და რა მანქანები ჩამოვა, ეგაც გადავათვალიეროთ ერთი შეხედვით. ესე იგი, ვიდეო를 შევაჯამოთ. ესეთი ამბავია. ვამოწმოთ პირველ რიგში ვინკოდს, Carfax, შემდგომ უშუალოდ მანქანას ვნახულობთ, ქვევიდან და ავწიოთ, დიაგნოსტიკა უნდა გავუკეთოთ, უშუალოდ ამ შეღებილს დავაკვირდეთ, ზაზოლებს უნდა დავაკვირდეთ, სალონს უნდა დავაკვირდეთ, რაც აუცილებელია, აირბაგებს უნდა დავაკვირდეთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება. კიდე იმას ვიტყვი, რომ თუ ავტომობილი არის დაბალ ფასში, ისე ვერ ავდგებით და ვერ შევამოწმოთ, რომ ეს ავტომობილი უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში. ყველა ავტომობილს თავისი ფასი აქვს ხარისხიდან გამომდინარე. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო, ძალიან გამიხარდება და გისურვებთ წარმატებას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩემი არხი უკვე გამოიწერა და კომენტარებს ვინც მიწერთ, ძალიან კარგები ხართ და აი ასევე წარმატებას, წინსვლას და ყველაფერ კარგს გისურვებთ. ამასობაში დაღამდა და მოიყვანეს ავტომობილებიც. პირველი არის Porsche Macan, შავი ფერის, რომელსაც დაზიანება უკანა სავარ ნაწილში, დანარჩენი ძალიან კაი ავტომობილია. მოდი, კაია. ამ ავტომობილსაც ერთი თვალი შევავთ. ლამაზია. დღეს რა ავტომობილებიც მოვა, იმეებს განახებთ და ვიდეოც დავასრულოთ შემდგომ უკვე. ესეც სტანდარტული პროცესი, ევაკუატორი და პირდაპირ ამ წეზე ეგრეთ წოდებულ პატრონზე შეყვანა. გავიდა ევაკუატორი და დარჩა მანქანა. დაზიანება ქვედა გიტარა არის გატეხილი. ეს სამაგრი რეზინა არის გამოვარდნილი, პირნიკი არის sweli, ამორტიზატორიც მოგან დასვლებელია. წინა ბამპერია იდეაში მარტო შესავები. დანარჩენი მართლა კარგი მანქანა არის. ოპა, მოვიდა ავტო, მოგიყვანა Tesla Model 3. ამ ავტომობილს დაზიანება აქვს უკანა მარცხენა სავარ ნაწილში. ცოტაზე არის წინ წასული. Tesla-ც ჰაერშია. რა თქმა უნდა, უკანა სავარში დაზიანება და ტრავერსი მეგობრობენ ერთმანეთთან. კიდე ორი მანქანა ჩამოვიდა. Subaru Crosstrek-ი, რომელსაც დაზიანება აქვს წინა მარჯვენა სავარ ნაწილში. Hyundai Kona. ამ Kona-ს წინა ცხვირი აქვს გაფუჭებული. ეს ავტომობილი უნდა ავიყვანოთ პადიონიზე, Porsche გამოვიყვანეთ და ამას ჩამოვაგორებთ კიდევაც ღამის პირველი საათია და всё.